ეს არის შემთხვევის ადგილი დიმიტრი უზნაძის 4 ნომერი სწორედ აქ დაესხდნენ თავს ლაშა გაბიტაშვილს და ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც ლაშა გვიყვება სწორედ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს დაახლოებით 1 საათის წინ ის გამოვიდა სახლიდან როგორც თავად გვიყვება მას მოუწყვეს ჩასაფრება თავს დაესხა 3 ნიღბიანი გაუსწორდნენ ფიზიკურად და როგორც აღნიშნეთ მას სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ სხვათა შორის უნდა აღინიშნოს ასევე ისიც რომ აი ამ ეზოში სადაც ლაშა გაბიტაშვილი ცხოვრობს არის ასევე კამერები და დაინტერესების შემთხვევაში რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეუძლიათ რომ ამოიღონ კამერების ჩანაწერები და რა თქმა უნდა უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებენ თავდამსხმელების შესახებ. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც რომ ლაშა გაბიტაშვილი ფიქრობს რომ ეს პროცესი და მასზე ფიზიკური თავდასხმა არის აბუდაბის გაგრძელება ჩვენ გვახსოვს რომ აბუდაბიში ქართული ოცნების ლიდერები ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ სწორედ ამიტომ ლაშა ფიქრობს რომ ახლა ქართულმა ოცნებამ და ქართული ოცნების ლიდერებმა ასე სცადეს მისი დაშინება და სამაგიეროს გადახდა. ლაშა ამ წუთებში არის ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი, რადგან მას სავარაუდოდ ახლა მაყურებელი კადრში ხედავს, აქვს ძალიან მძიმე დაზიანებები, განსაკუთრებით სახის არეში მიყენებული. ყველაფერი მოხდა ჩემთან სახლთან, 3 ადამიანი იყო. ნიღბიანები იყო. კი, ანუ დაფარული ჰქონდათ პირი და გუშინ ვიყავი აქციაზე და ალბათ ლაივი ჩავწერე და სპეციალური დავალებაც მისცეს რომ გამოეგზავნათ ნიღბიანი ხალხი, თორე არანიღბიანები აბუდაბიში იყვნენ და იქ რა თქმა უნდა აი განსხვავება ძალიან დიდი იქნება აბუდაბის სასამართლო და პოლიცია როგორ მუშაობს თავდასხმელებზე და საქართველოში როგორ იმუშავებს საგამოძიებო უწყებები თავის პროკურატორი და სასამართლო. ხეს რამე თუ უბრალოდ არა პირდაპირ თავდასხმა უნდა მე არავინ არ მყავს ისეთი და არც მოუველი და არც არაფერს ისეთ არ საქმიანობ რომ ვინმეს კონდეს თავში რომ დამესხას თავს აბუდაბიში რაც თვითონ ვერ შეასრულეს გამოაგზავნეს სხვა ადამიანებს შემსრულებლები რომ დაესრულებინათ ეს ამბავი დაშინება უნდათ მაგრამ ვერაფერს ვერ დაგვაშინებენ. როგორც გითხარით, შემთხვევა დიმიტრი უზნაძის 4 ნომერში მოხდა და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტერიტორიაზე არის განსაკუთრებით ბევრი კამერა, რადგან არის უამრავი მაღაზია და თითოეულ მაღაზიას აქვს კამერები. მაყურებელი ახლა კადრში ხედავს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არიან მობილიზებული და სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ისინი დაინტერესებული არიან კამერები და კამერების ჩანაწერების ამოღებით. ჩვენ რა თქმა უნდა, გვქონდა შესაძლებლობა და მცდელობა გავსაუბრებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, გამომძიებლებს და დავინტერესდით დაიწყო თუ არა გამოძიება და როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, გამოძიება არის უკვე დაწყებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. დაღლით შეინობდი უკვე უნდა წასულიყავი და 3 ადამიანი დამხვდა და არა რას ვიცი რომ ნიღბების სახე შეფუთული სპეციალურად და უცებ ყმა დამიწყეს. უკაცრავად ბატონო, კამერების ჩანაწერები თუ გაქვთ უკვე ამ ნახავი გამომძიებლები ხალხო. არ თქვენ თუ დაინტერესდით, იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე ბევრი კამერაა და თუ ამოიღეთ რომელიმე იყავით რომელიმე მაღაზიაში შესული კამერა. გამომძიებელი მივა და თვითონ ნახავ. გამოძიება თუ არის დაწყებული? კი, რა თქმა უნდა, დაწყებული. რომელი მუხლით დაიწყო? ფიზიკური ძალადობის ფაქტია დაწყებული და მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებები. კი ბატონო, კამერებით თუ ამ ეტაპზე სხვა ვერ გაცნობთ ვერაფერს გამოძიების ინტერესები და. გასაგებია, უბრალოდ კამერები თუ არის ამოღებული, ეს რომ მუშაობთ გაკეთება შესაბამისად. შემთხვევა აქ მოხდა ზუსტად ამ ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდა 3 ადამიანი ერთს და კამერები ამოღებულია? ეხლა მოვიდი. ბატონო? ეხლა მოვიდი. როგორც გითხარით, ლაშა გაბიტაშვილს დაახლოებით 1 საათის წინ დიმიტრი უზნაძის 4 ნომერში ჩასაფრება მოუწყვეს, მას 3 ნიღბიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც გავიგეთ, გამოძიება უკვე დაწყებულია, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც გითხარით, ამ ტერიტორიაზე არის უამრავი კამერა, რომლის ამოღებაც შეუძლიათ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს, ასევე იმის დადგენა, რამდენი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ ლაშა გაბიტაშვილს
ადგილს, რომ ის სახლიდან გამოსულიყო და მას ფიზიკურად გასწორებოდნენ, რადგან როგორც გითხარით და ვანახე რამდენიმე წუთის წინ მაყურებელს, ეს არის ის არკა, რომელშიც ცხოვრობს ლაშა გაბიტაშვილი, ის ძაღლსა სეირნებდა დაახლოებით 1 საათის წინ გამოვიდა სახლიდან და როგორც თავად გვიყვება, სახლიდან გამოსულს მას დახვდა 3 ნიღბიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, მას აქვს დაზიანებები მიყენებული ასევე სახის არეში, გამოძიება როგორც გითხარით დაწყებულია, ეს გადაყვანილი არის ახლა ინგოროყვას კლინიკაში და რა თქმა უნდა უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით ადგილზე და მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით და დავინტერესდებით ამოიღებენ თუ არა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ამ ტერიტორიიდან ჩანაწერებს.